რელიგიად. დიდება ალლაჰს, რომელმაც ჩვენთვის ისლამი დაამტკიცა, როგორც რელიგია და აქცია სიადვილისა და შემწყნარებლობის რელიგიად. უზენაესი ალლაჰი ამბობს და ბრძანებს. მან აგირჩიათ თქვენ და არ დაუდგენიათ თქვენთვის არანაირი სიძნელე სარწმუნოებაში. მე ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ღირსი თაყვანისცემისა გარდა ერთადერთი ალლაჰისა, რომელსაც არ ახავს თანაზიარი და თანასწორი არც ღვთაებრიობაში, არც უფლობაში, არც მის ბრწყინვალე სახელებში, განდიდებულ თვისებებში და დიდებულ ატრიბუტებში. ამასთანავე მე ვამოწმებ, რომ მუჰამედი ალლაჰის მონა, წინასწარმეტყველი და მოციქულია, კეთილი მახარობელია და ძლიერი გამაფრთხილებელია, მნათობელი მოელვარე შუქისა, მომწოდებელი ალლაჰის რელიგიისკენ, რომელმაც ადამის მოდგმა გამოიყვანა წყდიადიდან სინათლეში. დაე ალლაჰმა დალოცოს და აკურთხოს იგი, მისი ოჯახის წევრები და მისი თანამგზავრები, ასევე ყველა ისინი, ვინც მის სუნას მიჰყვება განკითხვის დღემდე. ო მუსლიმანებო, გეშინოდეთ ალლაჰის და უმადლოდეთ მას, რომ გიბოძათ ეს დიდებული რელიგია და გამოგიგზავნათ ეს კეთილშობილი მოციქული. სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. უზენაესი ალლაჰი ამბობს, მოჰმადლა ალლაჰმა დიდი მოწყალება მორწმუნეებზე, როცა მოუვლინა მათ მოციქული მათივე წრიდან, რომელიც უკითხავს მათ უფლის აიათებს, განწმენს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი აშკარა გზააბნევაში. ჩვენი მოციქულის მიერ ყოვლისშემძლე ალლაჰისგან მოტანილი რელიგია არის წყალობის, სიკეთის და ბედნიერების რელიგია მთელი კაცობრიობისთვის და მსოფლიო არასოდეს იცნობდა უფრო სრულყოფილ და ყოვლის მომცვლელ რელიგიას ვიდრე ისლამი. ეს არის რელიგია, რომელსაც უნდა მივყვეთ სიკვდილამდე. ეს არის ყოვლისშემძლე ალლაჰის ბრძანება. ის ამბობს, ის ბრძანებს, ey თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ჭეშმარიტი ღვთისმოშიშებით გეშინოდეთ ალლაჰისა და ისე არ ჩააბაროთ სული, მუსლიმად არ აღესრულოთ. ალლაჰის საყვარელი მეგობარი, წინასწარმეტყველი იბრაჰიმი და მისი ვაჟი ისმაილი მშვიდობა იყოს მათზე, მიმართეს ყოვლისშემძლეს ლოცვით, საკუთარი თავისთვის და მათი შთამომავლებისთვის და თქვეს, უფალო ჩვენო, გვქმენი ჩვენ შენდა მორჩილებად და ჩვენი შთამომავლებიდან შენდამი მორჩილი თემი. უზენაესმა ალლაჰმა თქვა და ის თავის შვილებს და იაყუბმაც, ey შვილნო ჩემო, ჭეშმარიტად ალლაჰმა აგირჩია თქვენ სარწმუნოება და ისე არ მოკვდეთ, არ აღესრულოთ მუსლიმად თქვენ. ისლამი არის ყოვლისშემძლე ალლაჰის მორჩილება მისი ერთიანობის აღიარებით, თევჰიდით და მისდამი მორჩილება, რაც გულისხმობს უარის თქმას ალლაჰზე თანაზიარის დადგენაზე, ან პოლითეიზმზე, შირკზე და მათზე უარის თქმა, ვინც შირკს ჩადის. ეს არის ყველა წინასწარმეტყველის რელიგია. ყოვლისშემძლე ალლაჰი თავის წიგნში გადმოსცემს წინასწარმეტყველ ნუჰის სიტყვებს, მშვიდობა იყოს მასზე. ნაბრძანები მაქვს, ვიყო ერთი მორჩილთაგანი მისი ნებისა. უზენაესი ალლაჰი ასევე ამბობს,
და უთხრა მუსამ, ხალხო ჩემო, თუ მართლაც გწამთ ალლაჰის, სასოებდეთ მას, უმორჩილებთ თქვენს ნებას მისას. ისლამი მოიცავს ყველა კანონს, შარიათს, რომელიც ყოვლის შემძლე ხალხს წინასწარმეტყველებს უგზავნიდა. მუსლიმები, ანუ ისინი, ვინც დაემორჩილნენ ალლაჰს, არიან თითოეული წინასწარმეტყველის მიმდევრები, რომლებიც გამოიგზავნენ ხალხში მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის დაწყებამდე, რომელიც იყო წინასწარმეტყველთა ბეჭედი. მისმა მისიამ გააერთიანა ზეციური რელიგიები და ატარებდა მსოფლიოს ხასიათს. ყოვლისშემძლე ალლაჰმა ის გაგზავნა ყველა ადამიანთან და ჯინთან. რელიგია, რომლითაც ჩვენთან მოვიდა მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემ, იარსებებს და უცვლელი დარჩება განკითხვის დღემდე. ალლაჰმა დაავალა ყველა ადამიანს ეღიარებინათ ეს რელიგია და დამორჩილებოდნენ მის კანონებს. უზენაესი ალლაჰი ამბობს, და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას გარდა ისლამისა, ალლაჰის მორჩილებისა, მისგან არ მიიღება ეს და საიქიოში წაგებულთა შორის აღმოჩნდება, დაკარგავს ყოველგვარ სულიერ ნაყოფს. ყოვლისშემძლემ გაათავისუფლა ტვირთისგან და ბორკილისგან ისინი, ვისაც სწამდა მუჰამედის სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემ და გაჰყვა მას. უზენაესმა ალლაჰმა თქვა, რომელნიც მიჰყვებიან მოციქულს, წერა-კითხვის უცოდინარ ელჩს, ვიზეც ნახავენ დაწერილს თავიანთ თორასა და სახარებაში. იგი ბრძანებს მათ კეთილის გაკეთებას და უკრძალავს გასაკიცხს, ნებას რთავს და რაც სჯულისმიერია, კარგი და წმინდა და უკრძალავს იმას, რაც საძაგელია, უწმინდური. ანთავისუფლებს მათ მძიმე ტვირთისგან და ბორკილისგან, რომელიც მატადევთ, მას, რომელთაც იწამეს იგი მხარში ამოუდგნენ და ეხმარებოდნენ და გაჰყვნენ ნათელს, რომელიც გარდამოევლინა მასთან ერთად, სწორედ ეგენი ნეტარნი არიან. შვება, შემწყნარებლობა და ტვირთისგან განთავისუფლება ელის მათ, ვინც მიჰყვება მკეთილშობილ წინასწარმეტყველს და მოწყალე მოციქულს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება იყო წყალობა. მისი შარიათი გაჟღენთილია სიმარტივით და თითოეულ ადამიანს შეუძლია ადვილად შეასრულოს მისი მცნებები, რადგან მასში შემავალი სიმსუბუქე აგარიდებთ ყველაფერს რთულს. უზენაესმა ალლაჰმა თქვა, ჭეშმარიტად, სიძნელეს ახლავს შემსუბუქება. სიკეთე განუყოფელია უზენაესის შარიათისგან. ყველა მისი ბრძანება კურთხეულია და მისი ბრძანება სიკეთის გაკეთებაზე და აუგის აკრძალვაზე კურთხეულია. ხოლო აკრძალვა, რომელსაც ის აწესებს ყველაფერ ცუდზე, კურთხეულია და ამავე დროს ის არის სიმსუბუქისა და გულმოდგინების განსახიერება. რამდენი კარგი რამ აკრძალული იყო მათთვის, ვინც ჩვენამდე ცხოვრობდა. შემდეგ კი ჩვენთვის დასაშვები გახდა ისლამის წყალობით. უზენაესი ალლაჰი ამბობს, იუდეველებს, მათი უსამართლობიდან გამომდინარე, ავუკრძალეთ ჩვენ, რაც სიკეთენი ჰქონდათ ნებადართული იმისთვის, რომ მათ აღუკვეთეს მრავალს ალლაჰის გზა. წარმოგიდგენიათ იმაზე დიდი შემწყნარებლობა და შვება ვიდრე ეს? უზენაესმა ალლაჰმა თქვა,
ალლაჰს თქვენთვის შვება სურს და რა ტვირთის დამძიმება. უზენაესმა ალლაჰმა ასევე თქვა და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სიძნელე სარწმუნოებაში. უზენაესი ალლაჰი ასევე ამბობს, ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს. უზენაესი ასევე ამბობს, მაშ, გქონდეთ შიში ალლაჰისა, იმდენად, რამდენადაც შეძლებთ. და ალლაჰს მოციქულმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, იმისგან რაც გიბრძანეთ, გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ. ყოვლისშემძლე ალლაჰი ზრუნავდა თავის მსახურებზე. თავის რელიგიაში გაამარტივა მათი საქმეები, გაუადვილა მათ და გამოავლინა თავისი წყალობა მათ მიმართ. შარიათში არის განჩინებები ყველა შემთხვევისთვის. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ რამადანის თვეში სამოგზაუროდ წასულ ადამიანს უფლება აქვს არ დაიცვას მარხვა და გადაეტანოს სხვა დღეებში, რათა გაუადვილდეს მარხვა. მოგზაურს ასევე ნებადართული აქვს ლოცვაში ამოკლოს 4 რაქათის ნაცვლად 2-ის აღსრულებით, ასევე 2 ლოცვის ერთად შეერთებით. ნებისმიერი საფრთხისგან ფრთხილ ადამიანს უფლება აქვს ილოცოს თავისი პოზიციის შესაბამისად, ცხენზე ან ფეხზე მდგომი, ყიბლისკენ ან სხვა მიმართულებით მიბრუნებული. უზენაესმა ალლაჰმა თქვა, თუ საფრთხეს ელოდებით, შეგიძლიათ ფეხზე ამდგარმა და ცხენზე ამხედრებულმა ილოცოთ. ავადმყოფს უფლება აქვს ილოცოს ისე როგორც შეუძლია, ფეხზე დგომით, მჯდომიარე ან წოლიარე. ყოვლისშემძლე ალლაჰი არ სჯის მუსლიმურ საზოგადოებას იმის გამო, რაც მოხდა შეცდომით, დავიწყებით ან იძულებით. უფალო ჩვენო, ნუ დაგვსჯი თუ კი დაგვავიწყდა ან შევცდით. იბნ აბასმა გადმოგვცა, რომ ალლაჰის მოციქულმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ჭეშმარიტად, ალლაჰმა მოხსნა ჩემი საზოგადოებისგან პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ისინი გააკეთებენ შეცდომით, დავიწყებით ან იძულებულნი. მოციქულმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ასევე თქვა, და ის, ვინც მარხულობდა დავიწყებით შეჭამა ან დალია, განაგრძოს მარხვა, ვინაიდან ჭეშმარიტად ალლაჰმა აჭამა და დაალევინა მას. ყოვლისშემძლე ალლაჰმა დაადგინა სტანდარტები საჭიროების შემთხვევაში. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე ნებადართულია ის, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში აკრძალულია. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ლეშის მოხმარება საკვებში. უზენაესი ალლაჰი ამბობს, ბანღო მხოლოდ შემდეგი აგიგრძალათ ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაც დაიკლა ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად. ხოლო ის, ვინც იძულებული და თავის ნებით არ უქნია, ავიზ რახვა არ ჰქონია, ცოდვად არ ჩაეთვლება. ალლაჰი ხომ შემწყნარებელია, დიდად მწყალობელი. უზენაესი ალლაჰი ასევე ამბობს, მაშ ვინც შიმშილის გამო იძულებული შეიქმნას და არ გადაიხრება ცოდვისკენ, მაშინ ალლაჰი ჭეშმარიტად მიმტევებელია, დიდად მწყალობელი. მუსლიმს უფლება აქვს შეასრულოს მცირე განბანვის ნაცვლად მიწის ან ქვიშით განწმენდა. ამას ქვია თაიმუმი. წყლის არარსებობის ან შესაძლო ზიანის გამო მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში. უზენაესმა ალლაჰმა თქვა, და თუ ავად ხართ ან მოგზაურობთ,
ან თუ რომელიმე თქვენგანის საპირფარეშოში გავიდა საჭიროებისათვის, ან ქალთან ჰქონდათ კავშირი და ვერ ჰპოვეთ წყალი, მაშინ განიბანეთ მიწით, თეიმუმი გააკეთეთ და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. ალლაჰის ნება არ არის რაიმე სიძნელე დაგიწესოს თქვენ, მაგრამ უნდა რომ განკწმინდოთ თქვენ და სრულ ქმნას წყალობა მისი თქვენ და ეგების მადლიერნი იქმნეთ თქვენ. როცა ებრძანა მუსლიმებს ებრძოლათ მის გზაზე, უზენაესმა ალლაჰმა ასევე გაითვალისწინა მათი მდგომარეობა. ამის შესახებ ალლაჰი ამბობს: ცოდვათ არ ეთვლებათ უძლურებს, არც ნეულებს და არც იმათ, რომელთაც არ მოეპოვებათ გაიღონ რამე, თუ კი შეაგონებენ ისინი ალლაჰისა და მისი მოციქულისადმი. არც აკეთილის მქნელთა წინააღმდეგ არსებობს საყვედური და ალლაჰი შემდობია მწყალობელია. უზენაესი ალლაჰი ასევე ამბობს: ცოდვათ არ ეთვლება ბრმას, კოჭლს და ავადმყოფობით დათგუნულს. ისლამის შემწყნარებლობისა და სიმსუბუქვის სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება. მაგალითად, ისლამი უკრძალავს ადამიანს თაყვანისცემის გადაჭარბებას, თავის დაუძლურებას და ხელს უწყობს ზომიერებასა და ოქროს შვალეთს. იმამ ალ-ბუხარი, ალლაჰმა შეიწყალოს, იგი გადმოგვცემს. ერთხელ სამი ადამიანი მივიდა მოციქულის ცოლების სახლებთან და ჰკითხეს, თუ როგორ ეთაყვანება ალლაჰს მოციქული სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. როდესაც მათ ამის შესახებ უთხრეს, ისინი აშკარად ფიქრობდნენ, რომ ეს არც ისე ბევრია. მათ თქვეს, რამდენად შორს ვართ მოციქულისგან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, რომელსაც ეპატიება წარსული და მომავალი ცოდვები. შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა, რაც შემეხება მე ვილოცებ ყოველ ღამეს, თეთრად გავათენებ. მეორემ თქვა, მე კი მუდმივად ვიმარხულებ. მესამემ თქვა, და მე კი ქალებს მოვერიდები და არასოდეს ვიქორწინებ მათზე. და შემდეგ ალლაჰის მოციქული სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მიუახლოვდა მათ და ჰკითხა, ეს თქვენ ამბობდით ამას და ამას? ფიცავ ალლაჰს, თქვენზე მეტად მეშინი ალლაჰის და თქვენზე მეტად ვშიშობ მისი. თუმცა ზოგიერთ დღეს ვმარხულობ, ზოგიერთ კი არა, ღამით ვლოცვილობ და ვიძინებ. ასევე ვქორწინდები და ვისაც არ უნდა ჩემი სუნათის დაცვა, ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოციქული სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მისი სუნა არის ოქროს შვალეთი, გადაჭარბებულობასა და დაუდევრობას შორის. მასში არ არის გადამეტება და გადამეტებული გართულება, ასევე უსულგულო დამოკიდებულება. მოციქული სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყოველთვის აკეთებდა სიკეთეს, მაგრამ ამავე დროს იგი იცავდა ზომიერებას. არ დაიქანცავდა თავს, ბოლოს და ბოლოს სულს არაფერი ევალება, გარდა იმისა, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. ო მუსლიმანებო, ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ისლამის შემწყნარებლობას იყენებს არა სიკეთისთვის, არამედ ბოროტებისთვის. საკუთარ თავს აკრძალულზე უფლებას აძლევს და უარს ამბობს სავალდებულოს შესრულებაზე, იმ საბაბით, რომ რელიგია ადვილია. რელიგია ადვილია, მართალია. თუმცა სამწუხაროდ არიან უმეცარი ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ალლაჰის
და ამ სიტყვებით ფარავენ თავიანთ ბოროტ საქმეებს. ისლამის სიმარტივე და მოთმინება საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მის მიმდევრებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მოესურვებათ თავიანთი მოვალეობის შესრულებისა და აკრძალვების გადალახვის გარეშე. რელიგიის სიმარტივე ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანს შეუძლია გადავიდეს უფრო რთული თაყვანისცემიდან უფრო მარტივზე, მაგალითად, როცა ეშინია, რომ სირთულემ ავადმყოფობა და მისი გამწვავება გამოიწვიოს, როგორც მოგზაურის შემთხვევაში, რომელსაც უფლება აქვს შეამოკლოს ლოცვა და შეწყვიტოს მარხვა. კიდევ ერთი მაგალითია საჭიროების შემთხვევაში განბანვის ნაცვლად მიწით ან ქვიშით განწმენდა. გარდა ამისა, ისლამი თავის მიმდევრებს მოუხსნის გარკვეულ მოვალეობებს, თუ ისინი ვერ შეასრულებენ მათ, იმ პირობით, რომ პიროვნება აპირებს ამ მოვალეობების შესრულებას პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში. ეს არის გაადვილებული რელიგია. როდესაც ადამიანი უარს ამბობს თავისი მოვალეობების შესრულებაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ამის სურვილი არ აქვს, ისლამის შემწყნარებლობა არაფერ შუაშია. თუ მუსლიმანი ვერ ახერხებს ერთ-ერთი მოვალეობის შესრულებას, მაგრამ ამავე დროს მას გადაწყვეტილი აქვს შეასრულოს ის, რაც შეიძლება მალე, ყოვლის შემძლესთან იწერება მისთვის ჯილდო, ისევე როგორც ამ მოვალეობის შემსრულებლის ჯილდო. ანასი, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, გადმოგვცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ჭეშმარიტად, მედინაში დარჩნენ ხალხი, რომლებიც მიუხედავად ამისა თქვენთან იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მთის გზით თუ ველით წახვედით. ხალხმა თქვა, კი, მაგრამ ისინი მედინაში იყვნენ. მოციქულმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, დიახ, ისინი საპატიო მიზეზის გამო დარჩნენ. და ჯაბირი, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ჭეშმარიტად, თქვენ დატოვეთ მედინაში ხალხი, რომლებიც ავადმყოფობის გამო დარჩნენ იქ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მთის გზით თუ ველით წახვედით. მათ თქვენს ერთად ინაწილებენ ჯილდოს. ის რომ რელიგია ადვილია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მოვალეობების შეუსრულებლობა ან აკრძალვების დარღვევა. ვინც ამას აკეთებს, იმსახურებს დასჯას ამ ქვეყნად და მარადიულ სამყაროში. ამიტომ შარიათმა გარკვეული სასჯელები დააწესა ასეთი ადამიანებისთვის. ზოგიერთი ადამიანი სჩადის ცოდვებს და არ ემორჩილება ალლაჰს და როდესაც ვინმე ცდილობს მათ მოჭკვიანებას, ისინი ამბობენ, წმენა არ არის ქმედება, წმენა არის გულში. მათ თავიანთი სიტყვების დასამტკიცებლად მოჰყავთ მოციქულის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ხადისი, რომელშიც მან თქვა, ღვთის მოშიშობა აქ არის, კერძზე მიუთითა. მათი არგუმენტები მცდარია, რადგან ადამიანს, რომელსაც გულში ღვთის მოშიშობა აქვს, სძულს ალლაჰისადმი დამოურჩილებლობა. და ეს
ხონეს ხმარობს ამის თავიდან ასაცილებლად. ხოლო ის ვის გულშიც არ არის ღვთის მოსაობა ან მცირეა, არ ემორჩილება ალლაჰს და არ გრძნობს ზიზღს ცოდვის მიმართ. უზენაესმა ალლაჰმა თქვა, აი ასე, და ვინც განადიდებს ალლაჰის რიტუალურ სიმბოლოებს, ეს ხომ გულითადი ღვთის მოშიშობაა. ადამიანის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რაც მის სულშია და ადამიანის ღვთის მოშიშობა აუცილებლად გამოვლინდება მის საქმეებში. თვით ღვთის მოშიშობა უпростоრად მისი საფუძველი ნამდვილად გულშია. ალლაჰის მოციქულმა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემ თქვა, ჭეშმარიტად, სხეულში არის ხორცის ნაჭერი, თუ ის კარგია, მაშინ მთელი სხეული იქნება კარგი, ხოლო თუ ის ცუდია, მაშინ მთელი სხეული იქნება ცუდი და ეს არის გული. ო ალლაჰ, სიკეთით აღავსე ჩვენი გული და დაგვამკვიდრე ჭეშმარიტებაზე. უფალო ჩვენო, არ დაუშვა, რომ ჩვენი გულები გადაიხარონ მას მერე რაც შენ სწორ გზაზე დაგვაყენე. წყალობა გაიღე ჩვენზე, შენ ხარ უსაზღრო წყალობის მომნიჭებელი. ო ალლაჰ, დალოცე და აკურთხე სამყაროების წყალობა მოციქული, რომელიც ხელმძღვანელობს სწორ გზას, მუჰამმადი, მისი ოჯახი, მისი თანმხლები პირები და ასევე ყველა ვინც მხარს უჭერს მას და არის მისი ერთგული. ო ალლაჰ, გაგვიადვილე საქმე. ო ალლაჰ, აქციე ყურანი ჩვენი გულის წყაროდ, ჩვენი სინათლე და მწუხარებისა და საზრუნავებისგან განთავისუფლება და არ დაგვიტოვო არც ერთი ცოდვა, რომ არ გვაპატიო და არც ერთი წუხილი, რომ არ გვიხსნა მისგან. ო ალლაჰ, არ დაგვიტოვა არც ერთი ცოდვა, რომ არ გვაპატიო, არც ერთი უბედურება, რომ არ გვიხსნა მისგან. ო ალლაჰ, დაეხმარე ისლამს და მუსლიმებს. ო ალლაჰ, გაერთიანე ისინი და მიიყვანე იქ, რაც გიყვარს და რითაც კმაყოფილი ხარ შენ. ო ალლაჰ, დააბრუნე მუსლიმანები თავიანთ რელიგიაში მშვენიერი დაბრუნებით. ო ალლაჰ, დაიცავე ჩვენი ბიჭები და გოგოები ყოველგვარი ბოროტებისგან და ყოველგვარი ცუდისგან. ჭეშმარიტად, შენ უფალი ხარ ჩვენი, ისმენ ახლოს ხარ და პასუხობ ლოცვებს. ო ალლაჰ, დაგვიფარე ეჭვებისგან და ვნებებისგან და ჩვენი ბოლო სიტყვები იყოს დიდება ალლაჰს, სამყაროების უფალს.